დილა მშვიდობი ჩვენს მაყურებლებს და ცხადია თქვენს როგორ ხართ? იდეალურად გადასარევად. აი შაბათი იწყება ბედნიერებით. მოვდივარ ლაივი მაქვს ჩართული, მე აქ. მოიცა სხვა დღეებში არ გაჯერდი, მე არ მომწონს კონკრეტულად შაბათი დღე რო გიხარია მარტო. ჩემთვის ყველა დღე ძალიან მნიშვნელოვანია შაბათის გარდა. მე და ოპონირება. არა, გეტყვი. ეხლა შაბათია და როგორ დაიწყო დილა და რატომ რანაირად შეუძლია რანაირი გონების კაცია წამში მოერგო ჩემს პრეტენზიას შაბათს ვლაპარაკობ წამში გადააკეთო ყველაფერი კარგია შაბათი და რაც უფრო გაზაფხულს უახლოვდებით სულ რაღაცა დღეები მინდა გაგახარო რომ მარჩი ყინვები და თოვლი და წვება ისევ კი მაგრამ მე ამის არ მჯერა და შენ იმდენს ჩალიჩობ როგორი სიტყვა იმდენს სანამცოლად არ მოგიყვარ მე ვაშლი რო შეგიჭამო და რითივ ჩალიჩობ გაპატიებ კაი რითივ ჩალიჩობ ხარი რომელი ქმედებაა გამაღიზიანებელი შენთვის ჯერ ერთი ნახე როგორი ხარ ესე იგი მაყურებელო ჩემო ძვირფასებო აი ყველაფერი უჩანს ახლოდან ანუ ჯაჯო ამაზე გაგიჟდა ხო ხანდახან ასეც ხდება მიუხედავად ჩემი ასაკისა შეიძლება ძალიან თამამად ვარ ჩაცმული ახლა მაგრამ რა ვიცი მე მომწონს აი შენ რო ასაკზე საუბრობ მე ვაპროტესტებ შენ მასწავლე ასაკზე საუბარი არა ადრე ცხოვრებაში არაზოს ხაზი არ გამისვია ჩემი ასაკისთვის რაც ჯაჯოს გადავეყარე მას შემდეგ ჯერ მასწავლა რომ მოიმატე ასაკიო ხო ესე მასწავლე ხო იტრო თვითონ სულ ვიმატებ და რატომ მოვიმატო რომ ვეუნები არა პასუხი გაქვს მაგაზე რატომ უნდა მოიმატოს ადამიანმა ასაკი აი მე გეუბნებოდი რომ 50 თქვი მეთქი რომ ანუ დაამრგვალე 48 ვიყავ და დაამრგვალეო და რომ მიდიხარ მე იმ ასაკამდე ხო და ხედავ რომ არ ახარ იმ ასაკის და გიხარია რა ვიცი ანუ ეს არის მიკრო გახარებები შენი თავის მოიმატო ასაკი უცებ და მე რო დაფიქრდები რომ ჯერ იმხელა არ ხარ გაგიხარდება თან კიდე რა ხდება შეგიძლია თავის გახარება თან კიდე რა ხდება უი მართლა არ გეტყობ აი კარგია ხო ანუ 45 შენ რამდენი წლის ხარ 45 და რამდენიცას გავს მართლა არა ეგ მიყვარდა და ეხლა უკვე აღარ სულ და როგორი შეშფოთებულები იყო მართლა 45-ის კი კაი მე 60-ის 80-იანი ვარ შეხელას არა მართლა არ გეტყობა სხვათა შორის თუ მართლა არის 45 ნუ ვარო ეხლა არ მგონია რომ იტყუებოდეს ზოგადად არ ვიცი იტყუება ხო თქვი და მაგრამ მაინც 40-ის ვარ მოგიძღა 40-ის დამრგვალება არ არის 45-მდე ნუ 50-ს ვერ ვიტყავ მოკლედ ასაკზე ჩვენ ყველა არ ვლაპარაკობთ დღეს განსხვავებული ასაკის ადამიანები გვეყოლებიან სტუმრად რომლებმაც თავის რეალიზება მოახერხეს ისეთ ასაკში რომელშიც ჩვენ არც კი ვოცნებობდით შენ როდის დაიწყე შენი რაღაცა უნარების შენი ნიჭიერების თქვათ გამოტანა 13 წლის ვიყავი რომ გამოვედი ხო საიდან და აი გამოვედი აი კარები გავაღე და გამოვედი ეს იყო ორი მომენტი მოკლედ ვიტყვი ჭედავდი ყუთებს ლიმონათის ყუთებს მაშინ ხის ყუთები იყო და 7 კაპიკს ანუ აჭედებდი ხო ფიცრებს ვაჭედებდი და 7 კაპიკს მიხდიდნენ და იმავე წელს ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრში მომცეს მთავარი როლი და თამაშობ. სხვათა შორის ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკში გვეყოლება ადამიანი, რომელმაც სწორედ 13 წლისამ დაიწყო თავის რეალიზება და საოცრად ნიჭიერი ადამიანია, მახსოვს გაოგნებულმა მივწერე, რომ ძალიან ნიჭიერი ხარ და თან ამ ასაკში ასე ამ ყველაფრის კეთება ჩემთვის აღმოჩენა იყო. შენ როდის გახსენი კარი? ეს იგი პირველი სამსახური იყო 15 წლის ასაკში. სამსახურს არ გეკითხები, აი რეალიზება როდის დაიწყე? აქტიური როცა გავხდი უკვე ეს იყო ლიდერთა სკოლა და ბანაკები გახსოვთ ადრე რომ მიყვავდა სხვადასხვა ბავშვთა სახლებიდან და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა ხა იმ ასაკის ბავშვისთვის და უკვე მეორე კურსზე ვიყავი როცა ტელეკომპანია იმეჯში დაიწყო სერიალი საპონი და მთავარი როლი მქონდა და აი იმ ასაკიდან მოვდივარ საპონი სამწუხაროა, მაგრამ ვერ გავიხსენე. ერთადერთი მაშინ იყო ესეთი აქტუალური სერიალი, არც იყო სერიალები. ძველ სერიალები. მე ლელა მებურიშვილი, ლიკა შუკაკიძე, თამაშობდა შონზო და ასე შემდეგ სხვა გოგიჩა. მე მგონი ჩემს ასაკს კიდევ ერთხელ ეკამჟავანაძე და ძალიან კარგი სერიალი იყო. ანუ აქ ძალიან პატარებმა დავიწყეთ ყველამ ჩვენი საქმის კეთება და ჩვენ რაღაცების მტკიცება ცხოვრებაში. სწორედ ასეთი სტუმარია ჩვენი პირველიც
და მეორეც დღეს მე მინდა დავპატიჟო სტუდიაში. იჯერ სკოლის მოსწავლეა, მეგობრებო და მიუხედავად იმისა, რომ თან სწავლობდა, თან თავის ძალიან ნიჭიერია ლუკა ბერაძე. სალამი ლუკას გაუმარჯოს. ლუკა როგორ ხარ? ასე მოგესალმებით. გვიხარია რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხარ. აი აქ რომ დაждეთ თუ შეიძლება. ჩვენ არ დავიწყეთ ახლა ყველა ასაკზე საუბარი, იმიტომ ძალიან პატარა ხარ ჯერ იმისთვის რომ ასეთი პოპულარული იყო სოციალურ ქსელში, სადაც პოპულარობის მოპოვება ადვილია, თუმცა შენარჩუნება ძალიან ძნელი. როდის დაიწყე აი ამ კონკრეტული საქმით? ანუ ეს არის ილუზიონისტი, ჯერ სკოლის მოსწავლე, რომელიც საოცარ ფოკუსებს აკეთებს ისეც, რომ შესაძლებელია მეტყოლების უნარიც კი დაგვაკარგინოს. დღეს ჩვენ არაერთხელ გავხდებით ამის მოსწრე. როდის დაიწყე? მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. მე დავიწყე კარანტინის დროს, არავინ არაფერს აკეთებდა. 10 წლის იყავი? 10 წლის ვიყავი, ხო. ყოჩა. ხო, მოსამეზრებელ ფოკუსებს ვაკეთებდი თავიდან და მე შევყევი და ეხლა მაგალითად ფოკუსები იყიდება, ანუ ასე არ იხსნება ყველა ფოკუსი YouTube-ზე რა, მაგალითად როცა კარანტინის დროს ვაკეთებდი ფოკუსებს, ყველა ფოკუსი რაც ვიცოდი, ახსნაიდო YouTube-ზე. მაგრამ ეხლა უკვე ვყიდულობ ფოკუსებს, ზოგს საერთოდ ხვდები ახსნების შემდეგ, რასაც უყურებ, მაინც ბევრი რაღაცის მიხვედრა არის შესაძლებელი. საიდან ყიდულობ? არაქართველი ილუზიონისტების ხო, ქართველი თავიდან ლაშა წყიდის ფოკუსს. ლაშა გელაშვილი? კი, ლაშა გელაშვილი. კარგი ბიჭი. მის კი, YouTube-ზე ვნახე ზუსტად მისი პირველი ვიდეო, როცა ახსნაიდო რა, მანამდე ნიჭიერში გამოვიდა პირველად ნანახი მქონდა იქ და მე 2 წუთში რომ ვნახე YouTube-ზე ედო რაღაც ვიდეო რომელსაც ხსნი და ზუსტად ვიცოდი რომ რა ძალიან მაგარი იყო რა, იმიტომ რომ ზუსტად მახსოვდა პირველი გამოსვლა მისი როგორც მომეწონა. რა მაინტერესებს იცი უკაცრავად? აი ხო არის რაღაცა უნდა მოგინდეს. აი რატო მოგინდა? აი რა იყო? ხო არის აი ვიღაცას უნდება დაკვრა, სიმღერა, ხატვა, ხო? აი რატო მოგინდა? მიყვარს ადამიანის ემოციები, აი როცა გაოცებას იწევს რა. არა, როცა გაოცებას. ტყუილი ზოგი მხოლოდ ტყუილად იღებს, მაგრამ ეხლა უფრო ნაკლებად რა, ადრე შეიძლება უფრო იყო, რომ აი მატყუებდა არაფერი, ანუ ტყუილი. აი მე მაგალითად ტყუილებით მიყვარს ადამიანს რომ გავაოცებ, მოუყვები ისტორიას და მე ფანტაზია. ეგ უფრო ხუმრობაა, ხო. ლუკა მე ვნახე პირველად საკმაოდ დიდ ღონისძიებაზე და მახსოვს რომ პირველი ღონისძიება. მართლა, ანუ შოქში ვიყავით იქ დამსწრესა ზოგადოება, იმიტომ რომ ისე შევყევით, რომ წამოსვლა აღარ მინდოდა და ყოველი ახალი წარმოდგენილი შენს მიერ ფოკუსი იყო ჩვენთვის. ხო და მე ზუსტად ეგ მომწონს. თქვენ რა ემოციებიც გქონდათ და ზუსტად დღესაც რო გახსოვთ, ეგ არის ჩემთვის. გაგვაოცებ დღეს? არ გზის? ერთხელ თუ ორჯერ თუ რამდენჯერ შეგიძლია დღეს ჩვენი და ჩვენი ემოციებიც დაიმახსოვრე. კაი, მოდი კარცავში ხო. ხო, გვასწავლი რამეს? რა, ვერ შემიძლია აი ყველა არის განსხვავებული, ხო? კაი, ახლა მოდი. აქეთკენ მოხუცები ვსხედავთ, მოიწეც ცოტა კარგად რო დავინახოთ. კარგად დავჭი, ხო. და მოდი, თქვენ მითხარით უბრალოდ სტოპს აწკინე. სტოპ. აი, აქ ესე გადავჭრი და მინდა რომ დაიმახსოვროთ კარტი, რომელზეც გამაჩერეთ. დაიმახსოვრეთ. და ჩვენ ყველას აი მე გავტრიალდები საერთოდ კამერაში ერთ არაფერი. ბაჯას კამერას ვაჩვენებ. ხო, აი გავიხედე. იმიტომ რომ აჰა. კაი. აბა, კარგად დაიმახსოვროთ მაყურებელმა, ვაბრუნებ ამას. კაი, ახლა სტოპ მითხარით ისე? სტოპ. აი აქ დადეთ. რა ახლა უნდა მოვიდე მე? აი ზემოდან დავადებ დანარჩენ კარტს. მონიშნული არაფერი არ მაქვს, ხო? არა, ნამდვილად. კაი, ანუ ეხლა რას გავაკეთებ, ახლა უყურეთ. ეს კარგად დავჩეხავ კარტს. მაგრამ სინამდვილეში კი არ ჩეხავ. თქვენი კარტი ზემოთ ამოვიტანე ამ წუთას. აი ზემოდან არის. აი ეს არის თქვენი კარტი, ხო? არა. არ არის. არა. დამჯვარი არ არის? არა. ორი წამი ხელი ასე გამოწეთ. სო უჭირავს. არა, არა. ორი წამი ისე დაიჭერთ ისო. სო ორი წამი ჯერ არ ნახოთ? უჭირავს თუ არა, ჯერა თუ არა რომ უჭირავს. მე ვამბობ რომ უჭირავს. რა სიზორი ხარ გავგიჟდა. ჯერა რომ უჭირავს. თქვენ ჯერათ? ცოტა აი ვერ გამასწრებ. აი ხლა აქ კარტი იყოს მართლა გეუბნებით სასტრაფო გამოიძახეთ. არა, არ არის. არა, თქვენ კი არა, დამას უჭირავს. ხალხო მართლა შოქში ვარ დედას გეპიცებით. მაჩვენე. მართლა შოქში ვარ. მაჩვენე. ერთი წამით.
იცი თავიდან რა მეგონა რომ ღმერთო ხო ყველაფერი ხდება ვაიმე ხო არ შეეშალა ვაიმე ბავშვი და არა უშავ და ჯვარს უწირავს 6-იანი აგური ეს საერთოდ ესეთი კარტია. არა, იყიდება მასეთი კარტებიც. მაგრამ ხო, მაგას ამ კარტს ეგეთი კარტი ხო მაგრამ შენ ანუ რა იცოდი რა დაიჭირა მაგ იცი როგორ ვინერვიულე თან პირდაპირ ეთერში ვართ ამას ჩვენ ვერ გავჭრით ვერ გავწყვიტავთ და ვიფიქრე ხომ შეიძლება რომ რაღაცა შეეშალა და სადღაც ვიხოდით, რომ და მეგონა ბავშვი მოეჭრა და დავიღუპე. ოჩა გავქნათ ოპოლა და კიდე უნდა გაგვაგიჟო მე კაი, მოდი, მგონი შემდეგი ფოკუსისთვის უბრალოდ რამდენი კარტიც გინდათ, ესე ერთდროულად დაიღეთ. რამდენიც. რამდენიც გავოკლიანდი აი, ნერვიულობისგან ეს ერთდროულად, აი ეს. რო გადაჭრათ, კარგი. ეხლა შეიძლება თვალი მომეკრა იმ ქვედა კარტზე და რაღაც მაინც მეუბნებიან ხოლმე ხშირად რომ რაღაც დაინახე საიდანღაც. აი, ამ კარტს ხო მაინც ვერანაირად ვერ დავინახავდი. ვერ კაი, მოდი ეს კარტი ნახეთ, მხოლოდ თქვენ. და სადმე შეინახეთ, მხოლოდ თქვენ რო შეინახეთ, ხო? კაი. კამერას რომ ანახო შეიძლება? მარტო თქვენ გქონდეთ ახლა. კამერას არ ვანახა? ხო, არა, მარტო თქვენ მინდა ისე. კაი, ეს დანარჩენი მომაწოდეთ ეგ გქონდეთ შეინახეთ. ანუ ეს უფრო მეტად დაცულობა არის ამ ეხლა შემთხვევაში შანსი არ არის ვინახე კარტი რა მოიღეთ რომ ვიცოდე. ხო, არა, დაინახეთ? არა მე არავინ არის ის საერთოდ თქვენს გარდა, ხო? კაი, ეხლა მე რასაც ვიტყვი, მინდა რომ გაიმეოროთ, კარგი? შავი წითელი. შავი წითელი. კაი. რიცხვი ნახატი გაიმეორეთ? რიცხვი ნახატი. ეს ბავშვი მენტალისტია თან ორი წამი მაღალი დაბალი მაღალი დაბალი კი? კი მაღალი. კაი. არა. და რიცხვი. ხო, მგონია რომ მაღალი რიცხვია და ყვავი ჯვარი გაიმეორეთ? ყავი ჯვარი. 10 ყვავი მოიღეთ? მე ცუდა თუ არ ო მართლა მე არ ვიცი არ დამინახავს მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ გაარდა შეიძლება სხვა არის, არ ვიცი. ვერ გამ ხო, ეგა. ანუ ინტონაციით მიხოდი. ანუ ხო არავის არ ქონდა ნანახი, ბეძლი შევხედა ისე ამოვატრიალე, ესე რომ არ დაგენახა. ანუ ეს ისწავლება ეს ისწავლება კი, აი, მაგრამ ეხლა- ყველა ანუ რაღაც განსხვავებული შეგიძლია შენ. იცით რა აქამდე მეგონა რომ მხოლოდ უნდა ხელების გადაგიხია. ერთი წამით მხოლოდ ხელების სისწრაფეზე იყო მხოლოდ დამოკიდებული აქ კიდე ბევრი რაღაც იმალება. მაგალითად ფოკუს რო ყიდულობდა რაღაც რო ჩამოგდის, ზუსტად არის რა ჩამოგივა რა. ანუ ხო, ეგრე, ანუ როგორ კეთდება ფოკუს, ხო არავინ არ იცის. არა. ანუ მეც არ ვიცი, როცა ფოკუს ყიდულობა, არ ვიცი ხო როგორ კეთდება და შეიძლება რაღაც ისე ჩამოვიდეს, რაც ანუ წარმოუდგენელია რა. ანუ ყოფილა რამე ნაყიდი, ბევრ რაც რაღაცას ვერ ვერ გააკეთე? ხედავ. კი, რა თქმა უნდა, ბევრ ფოკუს როცა ყიდულობ, შეიძლება ძალიან ძვირად ყიდო ფოკუსი. ვერ პროცესში გააკეთე. კეთო. რა ღირს ეს უბრალოდ აი, ყველაზე ძვირად. ყველაზე ძვირად $10,000 იყო ჩვეულებრივ. მაგრამ ჟანრები განსხვავდება. კი, მენტალიზმის ჟანრის მაგალითად $1,700-2,000 შეიძლება მაქსიმუმ. ანუ შეიძლება რომ გამოიგონო სასცენო და ილუზია გახედო არა კი ჩვენი ვადაჭკორია არაჩვეულებრივი ილუზიონისტი მას ჰქონდა წიგნის სახელმძღვანელო და ძალიან ბევრი ფოკუსი მეც ვისწავლე მისგან ჰქონდა ბედნიერება თუმცა ის ცოტა სხვა ჟანრის ილუზიონისტი იყო უფრო მასშტაბურ რაღაცებს აკეთებდა შენს გიცდია რაღაცა ვთქვათ წყალში გადახტომა დაბუბულს არა ხო მე უფრო წახვალ მაგამდე გაიზდები არა სხვა ჟანრია ანუ გაზრდა არ ნიშნავს რომ სხვა ჟანრში უნდა გადახვიდე არ ნიშნავს ხო მაგას აი ეს ნანახი მაგ და მინდა რომ ჯოჯოს გავუკეთო კაი მოდი ეჭყვიდა რომ ჩვეულებრივი კამათელია ხო რომ გავაგოროთ ჩვეულებრივია ნამდვილად ხო ხო შეამოწმოთ აი მინდა რომ თქვენ გაიკეთოთ აი აიღეთ კამათელი გამართით არ მივხვდე მეწყინე ხო ეს თუ მივხვდით არ მივხვდე გააგორეთ უბრალოდ ხო ჩვეულებრივი კამათელია კი ხო ან რაც რენდომზე შემთხვევით გორდება ხო კაი ახლა მინდა რომ თქვენ გააგოროთ აიღეთ გამართით თქვენ გააგორეთ და მინდა რომ მარტო თქვენ ნახოთ და ხელი დააფაროთ კარგი ან კამერას საჩვენეთ ან ყველა ნახოს უბრალოდ აი მე არ ვიცი ხო და მე ხელი დააფარეთ აი კამერა ხედავს დააფარეთ ხელი ეს ვანახო კამერას აი კაი მოვჭით ხო არ გადააბრუნეთ რომ მე ყოველწე დავინახო ხო მე დავაფარეთ კაი ეხლა 1-დან 6-მდე ნებისმიერი რიცხვი უნდა მითხრათ თუ გინდათ რაც ამოვიდა ეს თუ გინდათ ნებისმიერი სხვა 5 3 ამოვიდა რა იცი საიდან ასის ხარტად 5 ამოვიდა კაი რანაირად მოდი ეხლა სხვა რამეს ვეცდები ესე აურიეთ კამათელი და ერთი მხარე მიადეთ მაგიდას და მე ვეცდები მაგიდის ქვეშ რა ხდება დავინახო აი ნუ ახლა ეს ყო შეუძლია აი ნახე შენზე ნიჭიერი ადამიანი ყავს სტუდიაში არა კაია კაცო ღელა რამე რო არ გამოგსულა და გადავირეოდი მაგიდის ქვეშ ერთი მხარე უნდა მიადოთ აი თქვენ არ უნდა ნახოთ ოღონდ თქვენ არ უნდა იცოდეთ ხო არ იცით ხო თქვენ უბრალოდ აურიეთ და ერთი მხარე მიადეთ ნებისმიერი და მე ვეცდები დავინახო ბევრი ჩანს ძალიან რა შორიდან რო ჩანს
ხო 6-ია. ბევრი შორიდან რომ მართლა გეუბნები შოქში ვარ. არ დამინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ 6-ია. ამოწიე გადაბრუნა. არ მოითხოვა. არა. ნიკო. ეს ახლა ინტონაციით, არ ვიცი, კამათა. ეხლა ხო არაფერი უთქვა. ეს რა ღირდა ეს ფოკუსი რა ღირდა? განსხვავებული ფაზა რავი ახლა ზუსტად არ მახსოვს ადრე გამოვიწერე. ნახე იქნები ქართველი კოპერფილდი. კოპერფილდი არა, აი ეს ბაყაყს რო ჭამს დამავიწყდა სახელი დევიდ ბაყაყს. ბლეინი? ხო, დევიდ ბლეინის ფოკუსი იყო მაგალითად ახლა 6-იან აგური რო ეჭირა და ესაც. ეგ იყო მისი? 10-იან ყავით ზუსტად მასე აკეთებს რა. ახლა და ეს ბაყაყის გადაყლაპა ხო არ მაგრამ მოაწევ რა რაღაცა. ბაყაყის გადაყლაპა ანუ ვინც არ იცი საუბარია ამერიკელი ხო ილუზიონის და ყველაზე მართლა მაგარია. ყველას აოცებს. და თან აი მაგალითად ეთერში შემოსვლის წინ შეიძლება ბაყაყი გადაეყლაპა და შუა ეთერში ის აუცილებლად ამ ბაყაყს უკან ამოიღებდა. ერთი შეკითხვა მაქვს, აი თუ ყოფილა ისეთი რამ, აი კი არ ყიდულობ, უყურებ ალბათ, ხო, გაინტერესებს ბევრი ხო? კი. რომ ვერ გამოიცანი. კი, რა თქმა უნდა. რთულია ყველას და მიხვედრილ ხარ? მიხვედრილ ვარ და ვერც გამომიცნია კიდევაც, კი. მაგრამ უფრო არ გამომიცნია, იმიტომ რომ ძალიან, ანუ ულიმიტო რაოდენობა. ნახე, რა მაინტერესებს, იცი? აი ხო არის, რომ რაღაცას უყურებ, რაღაცა გამოიცანი, რაღაცა ვერ გამოიცანი და გინდა საკუთარი ფოკუსი მოიგონო. არა, ეგ სხვა რამეა. გამომგონებელი თუ გინდა იყო, უნდა გამოიგონო ფოკუსი მთელი დრო, მაგას უნდა დავუთმო და მე ვასრულებ რა ფოკუსს. ანუ ისინი ვინც არიან მაგრები თვითონ ვერ იგონებენ. არა, არიან ადამიანები ვინც იგონებენ და თან აკეთებენ, მაგრამ იშვიათად, ძალიან იშვიათად და ამერიკაში უფრო სადაც უფრო ხელმისაწვდომია. ანუ დიზაინერი იგონებს და აბარა არ კერავს და სხვა კერავს და მე ანუ არც ფიქრობ. ანუ ეხლა რომ მოვინდომო რა ლაშასაც აქვს ბევრჯერ ნათქვამი, რომ მიცდია გამოგონებაო, მაგრამ და გამომიგონია ფოკუსიო, მაგრამ მე ეგრევე მინახავ სადღაც ეს გამოგონებული ფოკუსია. არის ფიზიკის კანონების მოხდა ასე რომ სხვადასხვა ცილა მაინტერესებს ლუკა, რის მიხედვით ირჩევ შემდეგ თქვათ ფოკუს. იქ სადაც თქვათ ხელის სისწრაფეა აუცილებელი, იქ სადაც გონების სიმახვილე აუცილებელი თუ იქ სადაც არ ვიცი კიდე რა უნარები აქვს ილუზიონის. ყველა ფოკუსს აქვს თავისი გარემოება. რა როგორ გარემო არის, ისეთ ფოკუსი უნდა შეარჩიო. მარტო მე ვიცი ახლა როგორ ფოკუსი როგორ სად უნდა ჩაატარო, მე ვიცი ხო? როცა რაღაც მეუბნებიან რომ მოდი ეს ფოკუსი გამიკეთეო, შეიძლება საერთოდ კი გამომივა, შეიძლება გამომივიდეს. შეუსაბამო იყოს მაგრამ არ არის რა იდეალური ფოკუსი ეგ იმ ადგილისთვის მაგალითად ეხლა მაგიდა ანუ ყველა ფაქტორი უნდა გაითვალისწინო რა. ანუ კარტი ბანკო არის ერთადერთი რაც შენთვის ყველაზე მეტად პოპულარულია შენს კი, კარტი ყველაზე მარტივია ხა მოგცემ გამათელის. ერთი რამე მაინტერესებს, ჩაგვარდნია? კი, რა თქმა უნდა ხა სადღაც და რა მაგრამ ბევრ გემართება? ხალხში მაინც არა. აი ხა ჩვენ რომ ინერვიულით თავიდან. აი მე ხალხო არა, როცა- მოვიტყუე კარტი იყო. ნახე, იცი რა ჩვენ გვასწავლი რამე ფოკუს? რავი, ერთ შემილია რა ვიცი. მეც გასწავლე. ეტყობა ეტყობა. არა, ძალიან მაინტერესებს. ერთი მარტივს გასწავლეთ. აი მარტივი ხო კი, ძალიან მარტივი. კაი, მოდი. იაფიანი ათარიანი გასწავლე რა. ანუ ყველა კარტი არის ჩვეულებრივი, ხო? ხო. ანუ 54-ეთი ვაკეთებთ? კი, სულ ერთი ჩვეულებრივი კარტით რა. ესე აიღეთ რამდენი კარტიც გინდათ და აქეთ გადადეთ. აი ეს მოვნიშნო. ერთი კარტით მაღლა ან დაბლა რო გადაეჭრა, ხო, სულ სხვა კარტზე გადაჭრით და მე მოვნიშნო ასე. ანუ შეუძლებელია რომ ზუსტად ცოდნო და წინასწარ რომ 5-იან გულზე გადაჭრა, ხო? კი. ნახეთ რა კარტზე გადავჭრა. ნახეთ. აი რა გავაკეთე, მართლა 5-იანი გულია. აი ხა ეს რანაირად. ისი ჯობს. დაინახეთ სადმე? არა, არა. აბა. როცა შლიდი კარტს დავინახე ზედა კარტი. შემდეგ სინამდვილეში თქვენ კი არ გადაჭერით, ანუ სინამდვილეში სადაც გადაჭერით იყო ეს. მაგრამ მე რა გავაკეთე? ავიღე, ბევრი ვილაპარაკე თან, ყურადღება გადაგატანეთ და მოვნიშნე სინამდვილეში ზედა კარტი. მივხვდი. ანუ ხო, რო გადავხო. ანუ აქ არც ხელების ოსტატობა კი, საჭირო, ბევრი არც ფოკუსი აქვს ნაუდის. ლოგიკა და გაშტერება. YouTube-ზე დეს ბევრი ფოკუსი ჯობს ახლა ასე ახსნას ჯობს რომ მანდ ნახოს ყველა ახსნა და დიდი ხანი ივარჯიშ რომ ეხლა აზრი არ აი ცოტათი გაგვაშტერა. ეხლა აზრი არ აქვს. ვაბრუნებთ ლუკა, კამათას. რა გინდა ცხოვრებაში რო ვაკეთო სამომავლოდ? არ ვიცი ეს ის რო ძალიან ნიჭიერი ხარ და ალბათ საგნებსაც ყველაფერს ისე ითვისებ როგორც საჭიროა, მაინც რა არის შენი ცხოვრების მიზანი და შენი ასე ცხოვრების მიზანი გამოყოფილად მაინც არ პროფესიონალად. უფრო ახლო მომავალზე უფრო ფიქრო ვიდრე 10 წლის მერე როგორ. რომელ კლასში ხარ ახლა? მე-10 კლასში. მე-10 კლასში ხარ. იმედია რომ ამით არ დაკავდები სულ ალბათ. რატოა იმედი კაცო მაგის? არა, უნდა რომ ამით იცი რა, დაკავდეს. ჰობი როცა არის. ხო.
კონცერტები ექნება, რაღაც ექნება და რაღაც მარტო ამით დაკავებას ჯერ არ ვაფიქრე. არა, ისე რა არის, ხო, აი რა არის პროფესია რომელიც. ეხლა რა ფინანსებზე ვფიქრობ უფრო. ანალიტიკური გონება კი, მაგრამ მე მგონია რომ ეს კარგი შემოსავლის წყარო იქნება საბოლოოდ, იმის სახელი კი ვერ დავიმახსოვრე, დეივიდ რა გვარია? ბლეინი. მე მგონია რომ ძალიან დიდი შემოსავალი აქვს მას მარტო ერთი თან უკვე დადის სელებრიტებში შენ არ კი ქონია აფასებენ მაინც ამას. იცი რა არის? ხო არის რომ ვიღაცა რომ რაღაცას ნიჭიერად გაწოდებს, ცოტათი ბრაზდები. მე არასოდეს. არა, ეხლა ნახე, ამაზე გავბრაზდი. ამათელზე, აი, გადავირი. როგორ მოახერხა და ამოიცნო? მაგას არ გასწავლეს. რო დაძველდება. გამოუშვი. არა გონია ეს დაზელდეს. არა. ეხლა ვიყიდი იცოდე. მომაჯეჭე და შემდეგ გადაცემაში გავიყიდე. ერთი შეკითხვა გეხოცები. აი დავუშვათ ვიღაცა ვიყიდი. რამდენად მომყიდი ამ ფოკუსს. მე ვერ მოკიდით. არა, კი მოკიდით, მაგრამ მაშინ ცალკე ვიდეო უნდა ჩავწერო, როგორ უნდა ახსნა დეტალურად და ამას ცალკე დრო უნდა და. არა, ჩუმად მასწავლე და ფულს რა ღირს. აი არ ვიცი. კი პატენ. ისე სხვათა შორის არ შეიძლება ეგრე. მე ვადაჭკორიამ ერთი ფოკუსი მასწავლა, სადაც ლევიტაციას განვიცდი და ვერან ვერ ხვდება ჰაერში როგორა და უფლება არ მაქვს რომ ეს საიდუმლოება გავცე და არ გავცე. 1000 ლარი რომ მითხრათ რომ ახლა მოგცემდა ეგ მასწავლე არ გასწავლეთ. აჰა. არა 1000 ცოტა, რაღაც 1000 აი ნახე გულით მინდოდა და ეხა შელოცავს არა მომისმინე შეყვარებული ყავს კი მყავს აი რო გითხრას ყველა ფოკუსი მასწავლეო ხო ხარ ღირსი ასწავლის მერე არ თქვა შეცდომა არ დაუშვა ეხლა გვიყურებს შემდეგ კითხოთ არ პასუხობ ხო აი ეგ იყო ეფსიანი დაფლიდა ეგეთი ახალგაზრდა არსებობს ძალიან ნიჭიერი და თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მისი მომსახურებით ესე ვთქვათ გაიოცოთ თავი ხშირად და რა ვიცი და მადლობა გადაუხადოთ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ და მიყვარს ნიჭიერი ადამიანები რა ოჩა დიდი მადლობა ლუკა რომ დაგვიწმე შენი არაჩვეულებრივი დრო გაგვაოცე და წარმატებებს გისურვებ გადაცემის შემდეგ ნაწილში ისევ ადამიანი გვეყოლება, რომელმაც არც მეტი და არც ნაკლები 13 წლისამ დაიწყო თავის რეალიზაცია. დღეს უკვე 22-ის არის, მაგრამ ძალიან ბევრი აქვს საქმელი. მადლობა შენ, რუსკა ქარქაშაძესთან ერთად დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში დროებით. ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში, ჩვენი სტუმარია რუსკა ქარქაშაძე, რომელმაც მე გამაოცა ბევრი წლის წინ, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც შრომობს 24 საათი, არც მეტი და არც ნაკლები, ჯერ 13 წლის იყო. ასე დაიწყე შენი კარიერა, ხომ ასე შემიძლია ვთქვა? 13 წლიდან. ოჩახ რუსკა. კი. ძალიან პატარა ვიყავი, მე თვითონაც რაღაცებს ალბათ მაგ დროს ვერ ხვდებოდი. უბრალოდ ვიცოდი, რომ აი ეს საქმე რაც ვაკეთებდი, ძალიან მომწონდა, მაქსიმალურს ვდებდი ამ საქმეში და აი ამ პროცესით ვიღებდი სიამოვნებას. და მე მაშინ გამიჩნდა კითხვა, ნეტა მისი მშობლები რას ფიქრობენ ამ თემაზე და სწორედ მაშინ მივიღე შენგან პასუხი, რომ ხარს გიჭერენ ყველაფერში და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ შენ იყო ბედნიერი. კი, თავისთავად ეგრე იყო. არც ისინი ელოდებოდნენ, იმიტომ რომ საერთოდ განსხვავებული პროფესიის არიან იურისტები, ხო? კი, და არაფერი საერთო ხელოვნებასთან და გადაღებებთან და კინოსთან და თეატრთან არ ქონდათ შესაბამისად, თუნდაც აი ეს რომ მე ესეთი რეჟიმი მექნებოდა და ღამეები სახლში ვერ მივიდოდი 13 წლიდან და ესე ღამეს-ღამეზე გავათენებდი, მათთვისაც ახალი გამოწვევა აღმოჩნდა, იმიტომ რომ მახსოვს განსაკუთრებით აი მამაჩემი როგორ ნერვიულობდა და არ ეძინა ხოლმე ეს სადამდეც არ ვიცით ილის 6-მდე რო ყოფილიყავი გადაღებაზე იჯდა მთელი ღამე და მელოდებოდა და მე რომ მიხვდა რომ ამდენლოდის აზრი არ აქ იტყვის წლები გაგრძელდა მე ცოტა მოეშვა და მიხვდა და ასე ვთქვათ შეეშვა აი თემა რაც უნდა ვისაუბროთ არის აღზრდის მეთოდი იმიტომ რომ 13 წლის შვილი როდესაც სახლიდან გადის და ღამეებს ათენებს შრომობს კი არა ერთობა სადმე მაგრამ ფიქრობ რომ ის იღლება შია წყურია გარდატეხის ასაკია ვიტამინი ჭირდება ამ დროს მიდიან ძალიან დიდ კომპრომისზე და თემა ანუ როგორ აღგზარდეს იყო თუ არა რაღაცა წესები რაც თქვენს შორის
ან გაგიხმაურებიათ, გისაუბრიათ ამაზე, ან დაუწერელი კანონები, რითიც შენ მშობლები გზრდიდნენ და ახლა შე როგორ ზრდი ზუკას და ალბათ რაღაცა გეგმები გაქვს უკვე მეორე შენ შვილზე, რომელიც ჯერ გზაშია. კი, ყოველთვის ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა ჩემ მშობლებთან და ეს ახლაც ესე გრძელდება. ახალგაზრდები არიან და აი ძალიან თავისუფალი, ყოველთვის ყველა თემაზე საუბრობდი მათთან და ეს პირველ რიგში მათი დამსახურება იყო, იმიტომ რომ არასდროს რაღაც ისეთი კედელი არ ქონია ჩვენ და თემა, რაზეც ვერ ვესაუბრებოდი ღიად. შესაბამისად, ძალიან ვენდობოდით და ვენდობით, რა თქმა უნდა, ერთმანეთს. ყველაფერი შემიძლია გავუზიარო. მაშინაც მაგ დროსაც იმდენად იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი მე მაბედნიერებდა და ეს მინდოდა მიუხედავად იმისა, რომ ყოფილა ღამეები გადასაღებ მოედანზე, როცა იმდენად ცუდად გამختარვა, რომ სასწრაფო დახმარებაც კი გამოუძახებათ, იმიტომ რომ ამდენ ღამის თენებას უკვე რაღაც მომენტში ჩემი ორგანიზმი ვეღარ უძლებდა და ნუ მახსოვს ეს ძალიან შეშინებული სახეებით ჩემი მშობლები რომ მოვიდნენ, რომ რა ხდება და ნუ ეგ ყველაფერს ერთად გადავიტანეთ, ანუ მივხვდით, რომ ამ სფეროში სხვანაირად არ ხდება და არ გამოდის და ამიტომ მაქსიმალურად ხარს მიჭერდნენ და ახლაც ესე გრძელდება. მაგრამ რა მაინტერესებს 12 წლის რო იყავი ან 10-ის 11-ის ფიქრობდი, ოცნებობდი რამეზე? სულ ხო? 10 და 12-ის კი არა, სულ აი მგონია რომ დაბადებიდან ეს ის ოცნება იყო, რაც აგიხდა? კი, ეგ ოცნება იყო, რაც ამიხდა და ეს ხო იცოდნენ დედა ჩემი სულ ამბობს ხოლმე რომ რაღაც ეს სავარცხლით ხელში დადიოდი და სულ ელაპარაკებოდი შენ თავს სარკეში, რომ ანუ სცენაზე წარმოგედგინა შენი თავი და იმდენად მზად იყვნენ უკვე რომ არც წარმოედგინათ რომ შეიძლება სხვა რაღაც ამერჩია და თავს არ მოუყვევიათ შეთავის პროფესიები? არასდროს. იმიტომ ადრე ჩემს დროს მე რო პატარა ვიყავი, იურიდიული სამედიცინო იყო ასეთი ორი პროფესია და აუცილებლად ჩემ ოჯახში ძირითადად ექიმები და იურისტები. იმიტომ ყავს იურისტი მშობლები. ძირითადად ჩემ ოჯახშიც ეგრე ვებოები, ექიმები, მშობლები, იურისტები, მაგრამ არასდროს ეგ არ ყოფილა, იმიტომ რომ ჯანსაღი კომუნიკაცია გქონდა და ჩემ მშობლების აღზრდის მეთოდში ეგ მომწონს, რასაც მე აუცილებლად გამოვიყენებ ზუკასთანაც, რომ აი რაღაცნაირად კომუნიკაცია გქონდა ყოველთვის ყველა თემაზე ძალიან ჯანსაღი. რა მოგწონს, რა გინდა და რაც შენ გინდა, ყოველთვის ხარში დაგიდგებით, გიგულშემატკივრებთ და ეს ძალიან გაძლიერებს და მაქსიმალურ შედეგებს დებთ. თან შენ შრომას ოჯახის წევრები ხო ნახულო, ანუ ხო ხედავთ, რომ როგორი მონდომებული რო გამოჩდი ჩვენ საზოგადოებაში და მეც იმ გუნდის წევრი ვიყავ და ხედავდი, ეს იყო შოკი, იმიტომ რომ 13 წლის ბავშვი, რომელიც ისეთი შრომის მოყვარე იყავი, რომ დღე და ღამე ხა ვინც გადასაღებ მოედანზე ყოფილვართ, ვიცით ეს რა შრომასთან არის დაკავშირებული, რო არ გიყვარდეს ის საქმე. უბრალოდ წარმოუდგენელია და 13 წლის ასაკში, როცა გაქვს ამხელა პასუხისმგებლობა, რომ 24/7-ზე იდგე კამერების წინ და ასრულებდე და ისეთი ნიჭიერი ხარ, მარტო შრომა, რა ვქნათ, არ ყოფნის ამ საქმეს და ისეთი თავს ანუ აი მართლაც ყველაფერი გადადებული ქონდა იმ ასაკში, როცა უნდა ეზოში იყო და ითამაშოდა შენ თანატოლებში, შენ ამ დროს ძალიან დიდ საქმეს იყავი შეჭიდებული და ხო ამის დაკარგვა და როცა მშობელი ამას უყურებს, ხო, ნუ რთულია რომ გაიტარდა. ძალიან ბევრი მშობელი თქვა ხედავს თავის შვილის სრულებს, მისწრაფებებს, მაგრამ არსებობს რაღაცა დაუწერელი კანონები, რასაც ვერ ლახავენ ძალიან ბევრი მშობელი, იმიტომ რომ არსებობს საზოგადოების წნეხი, რა სიტყვა მეზობლები ახლა ჩემი შვილი 13 წლის არის, სახში არ მოვა და რაღაცნაირად თაობებმა თითქოს გადალახეს და გამოვიდნენ ამ ჩარჩოებიდან. ძალიან განსხვავებული იყო მეთოდი აღზრდის 20 წლის წინ და ძალიან განსხვავებულია ახლა. მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ისეთ წნეხის ქვეშ გაზრდილმა შვილებმა ვერ მოახერხეს თავის რეალიზაცია. შენ როგორ აპირებ რომ შენ შვილს მიუდგე ცხადია ზუსტად ისე ალბათ როგორც დედა შენს? არის ძალიან მშობლები. ხო, არის ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მიდგომა, რაც ძალიან მომწონს ჩემ მშობლების თაობაში, ჩვენ როგორც გაგუზარდა ეს. არის, რა თქმა უნდა, რაღაცეები, რასაც შევცვლიდი და ნუ ზუსტად ისე არ გავაკეთებდი. რას თუ არ არის საიდუმლო გვეტყვი? შენს დაამთავრე ალბათ. ანუ, ხო, აი, რაღაცა ქონდა თითქოს და დღესაც აი სხვათა შორის მიკვირს ხოლმე და ჩემს თაობაშიც არის ესეთი რამდენიმე მშობელი, რომ თითქოს აი თავის ოცნებებს იხდენენ შვილებზე და ხო, აი რაც თავად უნდათ რომ გამოსულიყო, რა ვიცი. ძალიან ხოჭოს მე მეგონა რომ იმდენად აღარ იყვნენ აი ჩემ ხელა მშობლებში, მაგრამ მაინც არის რომ აი თუ უნდა გულით მამას ფეხბურთელობა და ნუ არ უნდა ამ შვილს ეს ფეხბურთი მაგალითად ან პიანინოზე დაკვრან ასე შემდეგ და ეგ არის ძალიან ისეთი თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეული. არასდროს არ ვფიქრობ მაგას რომ შეიძლება ზუკას რაღაც დავაძალო. აუცილებლად შევხედავ რა მოსწონს, რა გამოზდის, რა უნდა და ყველ
ყველგან ყველა საქმეში პირველი გულშემატკივარი მე ვიქნები, იმიტომ რომ ამ мотиваციის და აი ოჯახი როცა გვერდით გიდგას და ყველაფერში მოყვება, ალბათ ადამიანები ყველაზე წარმატებულები გაგიმართლა მშობლებში ერთი რამე, ნახე, ყველა ბავშვი თამამდება მაგ დროს ასაკში რომ არის, ну, თუნდაც მშობლებთან რო აი წარმოვჩინდი, როლზე იყავი დაკავებული, სკოლაში, აი რა შიგნით რა გქონდა, შიგნით. კი, ან ფაქტობრივად 13 წლიდან უკვე რადგან ჩემი ხელფასი მქონდა და დამოუკიდებელი ვიყავი იმ კუთხით რომ შემეძლო ჩემი თავისთვის ნებისმიერი რაღაც რაც მომინდებოდა რომ ჩემი თავისთვის შემეძინა და მქონოდა მაგრამ აი ეგ არასდროს არ მიგრძნია ჯერ ერთი იმიტომ რომ არ ვიცოდი გარეთ რა ხდებოდა მართლა რეალურად აი ცხოვრობდი გადასაღებ მოედანზე და ეგ იყო ჩემთვის რაღაცა ესეთი შოკი იმიტომ რომ როდესაც გადაღებები მიდიოდა და ზაფხულში დასვენება გქონდა და ნუ რაღაც ორი კვირა შევისვენე და აი რომ გამოვედი გარეთ და მივხვდი რომ თურმე ვაიმე რამდენი ადამიანი მცნობს ან მაგ ყველაფერს მანამდე მაშინ არც ეს სოციოლოგიები არ იყო ეგრეთ ძალიან აქტიური და ვერ ხედავდი და მე შევიგრძენე და კარგია ეს როდესაც გცნობენ როდესაც არ ხარ როცა ამ საქმეში ხარ რა თქმა უნდა გიყვარს არავინ არ თქოს რომ არ უყვარს როდესაც ხალხი თბილად ესალმება და გეხუტებიან და კოცნიან და რა თქმა უნდა ძალიან მაგრამ იცი აი ბევრი უკვე გაზრდილი ადამიანისგან ხშირად გამიგია სხვათა შორის რომ ცოტა ბევრი თავისუფლება მომცა დედამ ნეტავ დაეძალებინა და ბოლომდე მieყვანა რაღაცა შენ გაქვს რაღაცა რაზეც ფიქრობ რომ მეტი თავისუფლება მოგცეს თქვათ ან რაღაცაში შეგზღუდეს ან პირიქით არ შეგზღუდეს რამაც თქვათ ფუნდამენტურად შეცვალა შენი დამოკიდებულება რაღაცის მიმართ აი ზოგადად მაგ საკითხსაც რა ვიცი ცოტა სხვანაირად უყურებ ეს არის რაღაც თანამედროვე გაიდლაინები, რასაც სულ ვეცნობი ხოლმე ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით და ძალიან ხშირად მესმის ხოლმე აი ჩემი თაობის მშობლებისგან რომ თუ არ უნდა ბავშვს არ უნდა და მორჩა. ან თუ უნდა და მორჩა. საერთოდ არ უყურებ ეგრე, არ ვიცი. აი ზუსტად პასუხი. არ უყურებ ეგრე და დიახ, ან თუ ჩემ ბავშვს არ უნდა რომ თქვას გამარჯობა, არა, ჩემ ბავშვი იტყვის მაინც, იმიტომ რომ აუცილებლად ვეტყვი და დავაძალებ რომ თქვას, ანუ არის რაღაცები, რაშიც ფიქრობ რომ მაინც სჭირდება და სჭირდები რომ ასწავლო და გამოუმუშავა. ზუკარი 2 წლის და ის სულ ისე მქონდა ეს ჩაბეჭდილი რომ მინდოდა რომ ჩვევაში ქონოდა ეგეთი რაღაცეები და დღესაც აი ვიღაც რაღაცას რომ მიაწვით ან იმდენად ყოველდღიურობაში ჩამოუყალიბე რომ თუნდაც აი სათამაშოს მაწვი და ან მე რაღაცას ვაწვიდი დიდი მადლობა და იცის რომ ყველაფერზე უნდა თქვას დიდი მადლობა და ეს ხო ანუ ეს უნდა ასწავლო ბავშვს და გამოუმუშავოს და თავისუფლად მიუშვა და რა მოდი თუ არ უნდა არ მიესალმოს ხალხს ეგრე ვერ იქნება პოპულარულია ეგ მიდგომა რომ ბავშვს არ უნდა არ ვეთანხმები ძალიან არ ვეთანხმები რა რაღაც საკითხებში ბავშვმა რაღაცები არ იცის რაც ანუ არ იცის რა არის სწორი რაღაცებში და რა არ არის ამიტომ ხარ რომ დაეხმარო და ასწავლო შენ რა მინდა შენი შვილისთვის აი რისთვის ზრდი ან რატომ ზრდი და რა გინდა რომ თავარი ღირებულება მას კონდეს პირველ რიგში მინდა რომ აი რო შეხედა ადამიანს ვქარო რა კარგი აღზრდილი ბავშვი არის, საკარგი ადამიანი არის, ანუ პროფესია და რა გამოვა და რა იქნება, ჩემთვის არ არის იმდენად მნიშვნელოვანი რა. მთავარი არის რომ იყოს კარგი ადამიანი, ზრდილობიანი და ბავშვს ზოგადად ეტყობა ხოლმე როგორ გაზარდეს ძალიან ეტყობა ძალიან კარგი სარკი არის მშობლების ხშირ შემთხვევაში ახლა ნუ რაღაც გამონაკლისებიც არსებობს თავისთავად და მეც დალაშად ძალიან ვცდილობთ რომ აი მაქსიმალურად ბავშვთან გატარებული დრო იყოს ხარისხიანი ახლა დღის მანძილზე ძირთად მე ვარ ხოლმე ბავშვთან და თუნდაც აი საღამოს როლაშა მოდის აი სანამ დაიძინებს ზუკა ის საათ ნახევარი რაც აქვს მართლა სულ იმდენად ხარისხიანად ატარებს რომ ხო აი ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ვიყოთ ორივე ძალიან ისე ჩართულები და ეტყობა კიდეც ხასიათებზე ზუკას ჯერჯერობით და იმედი ისე ბავშვი ეტყობა სიყვარულშია გაზრდილი თუ არა ამ ბოლო დროს დავიწყე ამის დაკვირვება და ეტყობა სილაღე და თავისუფლად რაღაცნაირად სხვანაირი შინაგანი სამყარო აქვს და მინდა რომ ესე ისეთ ასაკში ხარ და ისეთი დატვირთული გრაფიკი ქონდა იქამდე რომ ეხა რასაც თვალყურს გადევნებ სრულიად ჩართული ხარ ბავშვის აღზრდაში ეს იქნება წაყვანა სხვადასხვა დასასვენებელ ადგილებად ასე შემდეგ შენც და ანუ ეგეთ
ძალიან ლაშა ძალიან ჩართულები ხარ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აისახება. ხო, ისე წარმოუდგენიათ ხოლმე, რომ თითქოს რადგან პატარა ასაკში შედარებით ახალგაზრდა ასაკში ხდებიდე და რაღაცნაირად შენ თვითონ შეიძლება რაღაცებს ვერ აკეთებდე და იქ ჭირდება მშობლებისთან დახმარება. აბსოლუტურად ზუკას დაბადების დღიდან დღემდე აი ყველანაირი მის გადაწყვეტილებას არ ვიცი, ექიმთან წაყვანა, მისი რაღაცების დაგეგმა, სამოგზაუროდ წასვლა, დასვენებლად წასვლა, აბსოლუტურად არის ჩემი არა, კარგად აბალანსებთ თან. სამოგზაუროდაც დადიხართ, რაღაცა ერთადაც ატარებს დროს და ბავშვთან ერთადაც არა ერთხელ მინახი ხართ, რომ წასულხართ ეს ერთად დამოგზაუროთ. აბა მათი შვილია და რაც უნდა იყოს მე თვითონაც შეიძლება არ წარმოუდგენიათ, მაგრამ ვარ საკმაოდ აი ესეთი დედა, რომელსაც მინდა რომ ყველაფერი მქონდეს კონტროლ ქვეშ. პერფექციონისტი ხარ, ყველაფერი გიყვარს რომ გაკონტროლებული და ყველაფერი მოწესრიგებული. ხარდა მიჩხუბება ხოლმე დედა ჩემს, ან თუ მიტოვებ ფარს ან დამიტოვე და შეგვეშვი, მაგრამ არ შემიძლია ყოველ 20 ნახევარსაათში ერთხელ თუ არ დავურეკე და აბა რა მიირთვა, თუ მოეწონა ხო დაიძინა, ანუ მართლა ეგრე ვარ მაქსიმალურად ჩართული. რეჟიმის მოყვარული თუ ხარ. ამ ბოლო დროს ესეც ძალიან ხშირად გამიგია რომ მე არ შედა, ნუ ვაჭმევთ, მოშივდება შეჭამს, არ ეძინება, ნუ დაიძინებს. შენთან რა ხდება? რა ვიცი, შეიძლება ვიღაცამ თქვას, ხა ძალიან რაჭის ამგოგოს 22 წლის ასაკშია, მაგრამ ანუ მართლა ეგრე უყურებ, არ ვიცი, ჩემ ბავშვს აქვს ძალიან ისე საათივით აწყობილი რეჟიმი. სანამ მემორჩილება და შემიძლია რომ 10 საათზე დაიძინოს ბავშვმა მაშინ, როდესაც უნდა დაიძინოს, მიირთვას ყველაფერი, რაც მისთვის სასარგებლოა და ჯანმრთელი, ან სანამ ვაკონტროლებ ამ ყველაფერს, ან აუცილებლად. იმიტომ რომ მე ეგრე გავიზარდე და ძალიან მომწონს, ანუ ეს არის ჩემთვის ბუნებრივი და მინდა რომ უკამაც ეგრე გაგრძელოს. რაც მისთვის კარგია და აუცილებელია. სანამ შეგვიძლია, უნდა გავუკეთოთ და მერე უკვე თუმცა არსებობს რამდენიმე სხვა მეთოდი ბავშვის აღგზის. ბუდას პრინციპი მაგალითად არ უნდა გავაკაროთ ბავშვს არაფერი ნეგატიური არ უნდა უთხრათ რომ რაღაცა ცუდი გარეთ ხდება. ვამაგიზრო თვითონ მიხვდება. მეორე იმპერატორის პრინციპით რომ არ უნდა ეჩხუბო 5 წლამდე და 5-ის მერე ყველაფერი. თქვენთან მე მგონი არანაირი პრინციპი არაფერი. არც მაგას არ ვეთახები, ეგრე გამოდის. აუცილებლად უნდა იცოდეს ბავშვმა რომ კარგიც არსებობს და ცუდიც არსებობს და მზად იყოს ყველაფერთვის, იმიტომ რომ ხშირად არის სხვა ჩემს გარშემო ძალიან ისე აი პრინცესებივით ზრდიან და პრინცებივით და აი არაფერი გარშემო და მე უკვე უჭირთ ასეთ ბავშვებს რეალიზება. ბაღში რომ თუნდაც აი მიდიან უკვე იმასაკამდე რომ ბაღში სკოლაში და ხვდებიან, ეს არ ხარ ყურადღების ცენტრში. ხო, შენ და სხვაებსაც უნდა გაუნაწილოს შენი პრინცესობა. მე ძალიან უჭირთ და არ მინდა რომ ეგ მომენტი კონდეს. ასე რომ ისიც იცის რომ სათამაშოც უნდა ათხოვოს აუცილებლად და ხო და აი არ მინდა და მორჩათ არ არის არავითარ შემთხვევაში, ზუკას შემთხვევაში აუცილებლად ვათხოვებ სათამაშოს და აი ეგ ყველაფერი მინდა რომ გამოუმუშავდეს და მე ესე ვუყურებ და არ ვიცი ამდენ ხა სწორია ფსიქოლოგიურად თუ არ არის, მაგრამ მე ესე მჯერა რომ ესე არის მე ძალიან მომწონს იმას რასაც უღრმესი მადლობა მომძანებისთვის დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ ჩვენ ეთერში რეკლამის დროა და ძალიან მალე დაგიბრუნდებით დალი ჩიტალაძესთან ერთად ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში და თუ რატომ ვარ ასეთი გამოწყობილი დღეს, ამას გავარკვევთ ახლა. დალი ჩიტალაძეს მინდა ვთხოვო სტუდიაში. ეს მოგებრიცა ყელი. მომებრიცა? რაღაცები მიდის მომსახურება. შეგვასწავლებს დალი. გამარჯობა დალი. მოგზა ეხლა მინდა თქვენ მჭირდებით სუყევა აი არ. მოდი ის რო ასე ჩაგვაცვა ეს არ ეყო და ახლა სად გჭირდები? გამოვიდეთ. მოდი ახლა ჩაგამწრივოთ. ხო მასწავლებელი და მოსწავლე. ასაკს არ ითვალისწინებ დალი. შემოზიდოთ. ეს ასაკი არასოდეს არ გეთხოვა მოდი. ერთ წუთი დავდივარ. თან რაღაც გვაწყალიერებს. ხო მოდი მაიმე ჯაჯო რა საყვარელი ხარ. ეს არის შენი ხელწერა, ხო იცი? ჩემი ხელწერა. ნახე, აი და ვინც ამას მოყარებს, იცოდი ინტელექტუალური ის არის. გულდობა. ახლა ნახეთ. ყველას გვაცვია აბსოლუტურად სხვადასხვა სტილი, აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ფეხსაცმელი და ეს ფეხსაცმელი იცით, რომ აი ეს გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს რამდენი წლის არის.
ეს საერთოდ ჩვენ ფეხსაცმლის გამოცდილებას ცივილიზაციაში ანუ ადამიანი რო შეწუხდა ქვაზე სირბილით 5500 წლის გამოცდილება მინდა რომ მოგიყვეთ ახლა ესეთი ისტორია აი ჩვენ გვაცვია 5500 წლის გამოცდილება მე მომაყოლებ ერთ ისტორიას მე კი შემი მომაყოლე შენი მომყევი წამოდი ახლა დავჭდეთ რისთვის გამოგვიყვანა მე მეგონა რაღაცა აბა იქნება ფეხსაცმელები რო გვეჩვენებინა და ლამაზები რო ხართ და ელეგანტურები სულ დამჯდარს გიყურებთ ჩვენი აქეთ დამჯდე თუ რამე გაქვს და ბარემიქით წავიდე დამჯამჯდარები იქით წავედი იქით წავედი მაშინ იქით დაგითმო აქეთ და იმიტომ რომ ეკრანია აქ კი მთავარი ბატონო აი იყო ბატონო გავლაც ეხლა მომისმინეთ ძალიან საინტერესო ისტორია მინდა მოგიყვეთ საერთოდ ფეხსაცმლის ცივილიზაცია როგორ ხდებოდა და საერთოდ ფეხსაცმელი მინდა გითხრათ არც ჩემთვის და დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც არ არის მხოლოდ ნივთი ფეხსაცმელი არის ჩვენი ისტორია ჩვენი გზა პირველი ნაბიჯები და დიდი სცენაზე ისტორიით და ადამიანის მეგზური და ფეხსაცმელებით შეიძლება გამოსაზღვროთ ადამიანის სტატუსიც მისი თვით გამოხატვის უნარი და ეს ყველაფერი ერთად ქმნის მთლიანად, აი როგორც სამოსა აქვს დატვირთა, ყველაზე დიდი დატვირთა მე რომ ვკითხო აქვს ფეხსაცმელს. და მოდი ახლა დავიწყოთ საერთოდ პირველი ფეხსაცმელი როდის აღმოაჩინეს. ქვაზე რო დაიღალა სირბილით ადამიანი ალბათ მოიგონა. 5500 წლის ფეხსაცმელი და ის გამოცდილება, რომელიც აღმოაჩინეს სხვათა შორის 2008 წელს სომხეთის ტერიტორიაზე, ეს იყო არენას ღვიმეში. და აქედან დაიწყო ათვლა საერთოდ ფეხსაცმლის განვითარების ისტორია. შემდეგ მინდა მაჩვენოთ უკვე წავიდა მე უკვე რა იყო ფეხსაცმელი. ფეხსაცმელი გახდა უკვე ეს არის ფარაონების ტუტანხამონის სარკოფაგის გახსნის. მაგრამ გახსოვდეთ რომ ამ დროს ქართველები უკვე ღვინოსაც ვაწარმოებთ საქართველოში ესენი რომ ასე იმოსებოდნენ. ხო. ამაზე ძველები ვართ ჩვენ. რა თქმა უნდა. და აი ეს ფარაონების კიდე ფარაონებში იყო აბსოლუტურად ძალაუფლების მაჩვენებელი ფეხსაცმელი. ნახე, ფეხსაცმელს ჰქონდა ყოველთვის სიმბოლური დატვირთვა ისტორიაში. და რა იყო, ნახეთ, მხოლოდ ფარაონებს და ქურუმებს ეცვათ სანდლები, ფეხსაცმელები, მონებს ფეხსაცმელი არ ეცვათ. და აქ არის ნახეთ გამოხატული არის ადამიანის ესეთი ფიგურები. ეს არის ხშირად ისინი ხატავდნენ და ამოტვირთვავდნენ მტრის სახეს და ყოველთვის უნდა გადათელილი იყოს, აი ფეხით დადგმული, რასაც ქვია, უნდა იყოს აი ესეთი სიმბოლო ქონდა კიდე გარდა იმისა, რომ ოქროთი და ძვირფასი თვებით მომკული იყო ესეთი სანდლები, აბსოლუტურად მტრის სურათებით იყვნენ. აი ნახეთ, ეს მტრის სურათები არის და ფეხს ადგავდნენ და გადათელილი ყავდათ ბოლომდე მტერი. ასეთი სიმბოლური დატვირთვა ქონდა ეგვიპტეში. თუ შეიძლება წავიდეთ შემდეგი, მალე ვაჩვენოთ. აი ნახეთ, ეს არის ოქროს ფირფიტისაგან დამზადებული სანდალი, რომელიც ტუტანხამონს ეკუთვნის ესეც. წავიდეთ შემდეგი. ეცვა ნეტა? ალბათ. უბრალოდ ძალიან უგემური სატარებელი იყო ალბათ. შემდეგ წავიდეთ, მოდი, ეს არის რომაული და ბერძნული, ეს არის ანტიკური საბერძნეთის ფეხსაცმელები. აქ უკვე საბერძნეთში უკვე ფეხსაცმელს ჰქონდა თავისუფლების სიმბოლური დატვირთვა. თუ იყავის თავისუფალი მოქალაქე და არა მონა, მაშინ ჰქონდა უფლება, რომ ჩაგეცვა სანდალი. და ეს არ იყო მხოლოდ ნახე თუ შენ მოგანიჭებდნენ თავისუფლებას, უფლება ჰქონდა ჩაგეცვა ფეხსაცმელი და გი არა ისე. მონები დადიოდნენ არ შეიძლებოდა მათთვის ფეხსაცმლის ჩაცმა. შემდეგი თუ შეიძლება ეს იყო საბერძნეთში სახიობების ფეხსაცმელი, რომელსაც ერქვა ბოდიში სახელი დამავიწყდა. მე იაპონიაში კზე იწება, კზე.
ფოტოშოპს არაერთ ბრენდს აქვს ხეზე ნახევარი. კატონები, ეს იგი როგორ იყო, იცით, ის არა ქვია. ფეხსაცმელი იყო, რაც მაღალი გეცვა, ეს ნიშნავდა, რომ შენ ქონდა მთავარი როლი. და ის სცენაზე უფრო მაღლა რო გამოჩენილი იყო. გამოგითხრი? და აი ეს კოტურნები ბოდიში, კოტურნები ეცვათ მხოლოდ, ესე იგი მაღლები ეცვათ მხოლოდ მსახიობებს. თავარი როლი შემსრულებელი. და რაც მაღალი იყო, ესე იგი ყველას ეცვა ასეთი, მაგრამ თუ მაღალი იყო, როცა მარჯიელას თურმე თავისი ფეხსაცმელი სიზმარში უნახავს. ეს ძალიან საინტერესო სიმბოლო ჰქონდათ აი ესეთი საბერძნეთში. აქ აწერდნენ ფეხსაცმლის უკანა მხარეს, ესე იგი ლანჩზე ეწერა მაგალითად გამომყევი და ისინი რომ დადიოდნენ ქალები სპეციალურად იცვებდნენ ეს ფეხსაცმელს, ეს რაღაცა ფლირტის სიმბოლო იყო, რომ გამომყევი, ესე იგი მოდი ჩემთან. აი ესეთი ეს არქეოლოგიურადაც დამტკიცებული იყო, მარტო ლეგენდა. როგორ იმას აძლევდნენ აი ეს არის სამხედრო სანდალი. აუცილებლად უნდა ყოფილიყო კარგად მოჭერილი ფეხზე, რომ ფეხს ქონოდა მეტი სამხედროს თითები რო ტიტვალი ქონდა? ხო და გველები არ კვენდნენ. ხო, როგორი ლომია გამოსახული, რომ ფეხი უნდა ყოფილიყო თან კომფორტულად, თან კიდე მყარად. შემდეგი თუ შეიძლება საბერძნეთი მოვჩით, გადავიდეთ რომზე. ეს უკვე არის რომაული სამხედრო სანდლები, სიამოვნებით ჩავიცვალდი რომაულს. ეს იგი ყოველთვის იყო, ეს იგი რა იყო, ფეხს უნდა მეტი სიმაგრე მიეცათ და აუცილებლად თან კიდე კომფორტული უნდა ყოფილიყო. და საბერძნეთში თან კიდე იქაც აი ნახეთ დააკვირდით ფოტოზე, აი ესეთი წვეტიანი ძირი რო აქვს. შეხედეთ, ეს რას ნიშნავს? ის იყო ლურსმნები, აი როგორც ბუცები, პატარა ლურსმნები, აი ესეთი რკინის, რომელიც სამხედროებს ძალიან მოწონდათ, იმიტომ რომ იყო და სხვათა შორის აი მოჭიდება ექნებოდა ამ ფეხსაცმელს. კალიგულას ზედმეტი სახელი, კალიგულას სახელი მოდის აი ამ ფეხსაცმელი და იმიტომ რომ ეს ლურსმნიანი ფეხსაცმელი ნიშნავდა სამხედროს, ესე იგი ძალიან ძლიერი იყავით და გეხმარებოდა მიწასთან მოჭიდება. კი, კაი ჩაჭიდება ქვაზე, ხეზე, ყველგან ძალიან კარგი. ყველგან მოეჭიდებოდა. და ეს უკვე გადავედით აღორძინების პერიოდი, ეს ინგლისი რომელსაც აი ამათ ერქვათ ულენი იყო ძალიან წვეტიანი და რაც მაღალი წოდება ჰქონდა, მით მეტი წვეტი უნდა ჰქონოდა და ის ისეთი გრძელი იყო, რომ ჯაჭვით იმაგრებდნენ ხოლმე ფეხზე, რომ არ დავარდნედა. ჯაჯოხვალიდან და მეფე ედვარდ მეოთხე მართლა რატო არ წამოვიდა? აქვს ნამდვილად. და მეფე ედვარდ მეოთხემ სპეციალური კანონიც გამორჩა, რომ დაბალი ფენის წარმომადგენლებს 5 სანტიმეტრზე მეტი არ უნდა ქონოდა, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად რო არ გაიხსენეთ რომეო და ჯულიეტას ეპოქა, ზუსტად აი ეს ეპოქა და აი ეს ფეხსაცმელები თითქმის აი იმ ეპოქაში ეცვათ, ეს არის მე-14 საუკუნის. ახლა გადავედით ვენეციაში, მე-15 და მე-17 საუკუნემდე ვენეციაში ეცვათ ქალბატონებს ჩოპინები. ჩემ ტერს აქედან ჩამოვარდნა. ჩოპინები, რომელიც რაც მაღალი ჩოპინი, გეცოთ, აი შემდეგი აჩვენეთ, ნახეთ რა სიმაღლე არის. ფეხი სუთხდებოდა და მით უფრო მაღალი ფენის წარმომადგენელი ყავდა და შენ სიმდიდრეს. ნახეთ, აქ უკვე სიმბოლო გახდა ის, რომ ადამიანი უკვე მიდის ყველაფერზე, რომ გამოხატოს თავისი სტატუსი და სიმდიდრე და არ ესე იგი შენი კომფორტულობა და უსაფრთხოებაც კი ფეხზე გეკიდა, რომ უღონდას შემდეგი ფოტო თუ შეიძლება რომ გაჩვენოთ. ნახეთ რამ სიმაღლე ჩოპინია. ой. ეს იყო აუცილებლად ან ხე, ან კორკის. კორკი არის აი ეს ჩვენ რო ვეძახდით. და დღეს ამას ცირკში ვიყენებთ უკვე ამას. აი ესეთი კორკის. თავდაპირველად რატო შეიქმნა ესეთი ფეხსაცმელი? იმიტომ რომ ტალახი და ის რო აერიდებინათ მაღალზე იდნენ, მაგრამ მე იმდენად სიმაღლეში წავიდნენ და ვერ დადიოდნენ ქალბატონები, აუცილებლად მსახურებს უნდა დაყრნობოდა და ისე უნდა გადაეცა. ჩაეფლო ტალახში და მოკვდა. ხო
და რასავარია კიდე რა იყო რომ ეკლესია იყო მომხრე ესეთი ჩოპინების, იმიტომ რომ ქალბატონებს არ ქონდათ ესეთი ცოდვილი ცეკვების საშუალება. ამიტომ კმაყოფილები იყვნენ რომ შემდგრები ეკლესიას ქონდა ძალიან კარგი დამოკიდებულება მაგაზე. ეს არის მეფე ლუი მე-14 უკვე გადავედი. მე მიყვარს ეს ისტორია, რატო აქვს წითელი ძირი და ქუსლი და რატო აიტაცა მერე. ეს არის წითელი ძირი, ქუსლები, რომელიც ლუი მე-14 იყო ძალიან დაბალი სიმაღლეში, დაახლოებით 163 სანტიმეტრი და მას უნდოდა რომ მაღალი 163 სანტიმეტრი. მე რა, აი ხო ხედავ ლუი მე არაფერი დაკლებია სიმაღლის ნაკლებობით. მოკეთ, რატო იყო წითელი? წითელი ქუსლი იყო ძალაუფლების ნიშანი თან ესე იგი თუ გქონდა უფლება რომ ჩაგეცვა წითელი ფეხსაცმელი, ესე იგი შენ იყავი მეფესთან დაახლოებული და გქონდა უფლება სასახლეში შესვლის. და რა არ შეიძლებოდა იმაზე მაღალი გცმოდა ლუი მე-14-ის მეფის მოკეთ მაღალი ლუი მე-14 10 სანტიმეტრიან ქუსლებზეც იდგა ხოლმე და მაგრამ მაგაზე მაღალი არ უნდა გცმოდა თორე დაიჯერებოდა ეს სიმაღლე. ხო, თან კიდე ლუი მე-14-ს უყვარდა ეს წითელი ბაფთები და აი მან წამოვიდა ძვირფასი თვლებით შემკობილი ფეხსაცმელი, იმდენი ალმასები ეკეთა თურმე, რომ საერთოდ ვერ დადიოდა ხოლმე, ისეთი მძიმე იყოს მის ფეხსაცმელი. ეს უკვე მე-19 საუკუნეა, წავედით შემდეგი, მე-19 საუკუნეში რა მოხდა? მე-18-დან დაწყებული. თუ იცოდით, რომ ფეხსაცმელები იკერებოდა მხოლოდ ერთნაირი, არ იყო მარცხენა და მარჯვენა წყვილი, არ არსებობდა. კალოშებივით. აი კალოშებიც არ იყო, ეს კი ფეხსაცმელი იყო, არ იყო მარცხენა და მარჯვენა. კალოშებს არ აქვს. ხო, ნუ კალოშებს არ აქვს, მაგრამ მე გეუბნებით ფეხსაცმელს. და რატო ესე გვიან მე-1850 წელს იყო პირველი შემთხვევა რომ შეიკერა მარცხენა და მარჯვენა ფეხსაცმელი. თუ შეიძლება შემდეგი ფოტოებიც გვაჩვენეთ. აი ეს და ვიქტორიანულ ხანაში უკვე გახდა ესეთი როგორც ფორმა უკვე რომ უნდა გაკეთებინა მარცხენა და მარჯვენა. რატომ არ კერავდნენ მარცხენა და მარჯვენა? ჯერ ისეთი ადვილი იყო და მაგათ ეგონათ რომ ტყავი მიიღებდა ზუსტად იმ ფორმას რა წაყვებოდა ფეხს. ხო, რაც წაყვებოდა ფეხს. მაგრამ უკვე მე-19 საუკუნეში შეიქმნა ქარხანა, უკვე დაზგები ამუშავდა და მე უკვე ყველასთვის მისაწვდომი იყო ფეხსაცმელის ქონება. ადრე თუ მარტო ხელით კერვა ძალიან ძვირი იყო და ჩვეულებრივ მოქალაქეს არ ჰქონდა ამის საშუალება. დიდ დროს მოითხოვდა და თან დიდ დროს მოითხოვდა. უკვე რო შეიქმნა დაზგა და უკვე ინდუსტრიული ბუმი დაიწყო მე-19 საუკუნეში უკვე განვითარდა ფეხსაცმლის წარმოება და ინგლისში იყო ძალიან აქტუალური აი ესეთი თასმებიანი ჩექმები და ესეც დატვირთვა იყო სიმბოლო რომ ქალს კოჭი არ უნდა გამოჩენოდა და ამიტომ ეცვათ აი ესეთი თასმებიანი ჩექმები. ესეთი ძალიან მოყვანილი, ესეთი მოკლე, მაგრამ აუცილებლად კოჭის სირცხვილი იყო თუ ხო, არ უნდა გამორჩენოდა კოჭი. მაგრამ გოლოვინის პროსპექტზე მიდიოდა კაცები ეტლში ასვლისას ქალის კოჭი რო დაენახათ კოჭი. ხო, რა თქმა უნდა. და ნუ მე-20 საუკუნე ხო საერთოდ რევოლუცია არის ინდუსტრიულ სამყაროში და მე-20 საუკუნის 20-იანი და 30-იანი წლები იყო აი ასეთი ფეხსაცმელები. ახლა რატო? დაიწყო ჰოლივუდის და ჩარლსტონის ეპოქა, რომელიც ასეთი ფეხსაცმელი, ესეთი ესეთი ფორმის, ესეთი ზონარები აუცილებლად უნდა ქონოდა ფეხსაცმელს, რომ კარგად გეცეკვა და მოჭიდება ქონდა და ფეხზე რო არ გაგზრომოდა ჩარლსტონის ცეკვის დროს. აი ეს ფეხსაცმელები, ნახეთ რა ლამაზია და სხვა ძალიან მომწონს როგორი სილამაზეა. სპორტულ ცეკვაში ზუსტად ამას იმეორებს საცეკვაო ფეხსაცმელი. გამოკვდა და ამიტომ ფეხსაცმელი გახდა ხილული. ადრე თუ იმალებოდა გრძელკაბაში, ახლა უკვე ხილული და უკვე წავიდა მისი დიზაინის აღზევება და ჰოლივუდმა ამას ძალიან შეუწყო ხელი და ფერაგამო, ეს არის თვით ფერაგამო, რომელიც თავისი ხელით აბსოლუტურად დიზაინით და ხელით კერავდა ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის, რა თქმა უნდა, მხოლოდ აი ასეთ რაღაც უნიკალურ ფეხსაცმელებს. და უკვე ნახეთ,
ჩექმები როდის შემოვიდა ძალიან აქტუალური. გაიხსენეთ აბა ანსამბლი აბა, ესეთი გამოკვეთილი ჩექმები, სცენაზეც უკვე ესეთი ვერცხლისფერი, ოქროსფერი ჭყვიალა, უკვე 70-იანმა წლებმა მოგვიტანა და აი ესეთი პლატფორმები, რასაც ქვია, ესეთი ჩექმები, უკვე პლატფორმები და მაღალი ჩექმები აქტუალური გახდა მხოლოდ 60-იანების ბოლო და 70-იანების დასაწყისში. აი ესეთი ფეხსაცმელები თან იყო, ნახეთ, წამოვიდა უკვე unisex-ის სტილი, იმიტომ რომ ქალებსაც და მამაკაცებსაც ეცვათ unisex-ი პლატფორმებიანი ფეხსაცმელი. ახლა წავიდა ბოტასები. ეხლა რა ხდება? ნახეთ, ადრე სპორტული ფეხსაცმელი ეცვათ მხოლოდ სპორტსმენებს და სპორტის შესრულების დროს, ხო? მაგრამ 80-იან წლებში, ახლა რა მოხდა? მაიკლ ჯორდანი იცით, ძალიან ცნობილი კალათბურთელი. მაიკლ ჯორდანს სპეციალურად უკერავდა ნაიკი ფეხსაცმელებს, სპორტულ ფეხსაცმელებს თან ფერას და მაშინ დაშვებული იყო მხოლოდ თეთრი ბოტასები სავარჯიშო შეჯიბრის დროს არენაზე. სპეციალური ფერადი და თან კიდე $5,000 ჯარიმას ადებდნენ, რომ მას ფერადი ბოტასი ეცოდა თან განსაკუთრებული ფორმის და ნაიკი ამაში იხდიდა ზუსტად იმ $5,000 ჯარიმას, რომ მაიკლ ჯორდანს ცმოდა აი ეს ფერადი ფეხსაცმელი. თან ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მერე გახდა ეს თვითონ, აი ნახე კალათბურთის მოედნიდან გახდა საკულტო ფეხსაცმელი ქუჩაში. და უკვე დაიწყეს მაიკლ ჯორდანის ფეხსაცმელების შეძენა რაღაც აი სასწაულფასებად და გახდა უკვე სპეციალური ხაზიც გახდა დღეს, ჯორდანები ესე ქვია ამათ და აირ ჯორდანები იყო ძალიან აი ცოტაშორის აი ეს ფეხსაცმელები იყო ესეთ სპეციალური ვაფლის იმან გამოცხობის დროს ნაიკის ფლობელმა აი ეს სიმსუბუქერო ქონოდა ზუსტად ამ ფორმაში ჩამოასხა პირველად აი ესეთი ბოტასი. დიდი მადლობა მიიღო და დიდი მადლობა და ძალიან საინტერესო იყო თემა, თუმცა უფრო საინტერესო რამეზე გადავალთ. დღეს რაგბის თამაშია, ყველა ვიცით რომ ესპანეთში ხდება სპორტული ფეხსაცმელით დავამთავრეთ და ჩვენი სპორტული ჟურნალისტი ახლა სოფო გველოდება, რომელიც უფრო დეტალურად გვეტყვის რა მოლოდინია და ზოგადად როგორ მიდის მზადება. აბა სოფო ერქვანია ახლა პირდაპირ ეთერში ტექნიკური ხარვეზი, ახლა ისევ უკავშირდებით სოფოს, რომელიც დეტალურად გვეტყვის თუ როგორ მიდის მზადება დღეს დიდი თამაშიელის ჩვენს გუნდს. სოფო, აბა ვის ვეთამაშებით? დღეს ესპანეთს რომელ საათზე? ვის მხარესაა? სამზე. ყოჩ, აბა ვის მხარეს ახარ? მიდი, საქართველოსკენ რას ქვია ჩამჭერი? არა, მაინტერესებდა დაგაბნიე. რითი შეგვიძლია დავიბენი, უბრალოდ გავოგნდი ისეთი კითხვა დასვი და კარგი სოფო აი ეგ მინდოდა. ჩვენი სპორტული ჟურნალისტი სოფო ერქვანია, რომელიც გვეტყვის რა ხდება, როგორ მიდის სამზადისი. სოფო, მოგესალმებით. მოგესალმებით, რამდენიმე საათში დაიწყება საქართველოსა და ესპანეთის მატჩი, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურია და სწორედ ეს შეხვედრა გაარკვევს თუ ვინ იქნება ნახევარფინალში უკვე მასპინძელი, გამომდინარე იქიდან რომ ორივე გუნდს ორ-ორი შეხვედრა აქვს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული და ორივე მათგანმა ბონუს ქულით გაიმარჯვა და შესაბამისად 10 ქულა აქვს. ჩემთან ერთად იმყოფება რაგბის კავშირის ოპერაციების დირექტორი ლექსო გუგავა, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე ბევრად უფრო კარგად ისაუბრებს. ლექსო, პირველ რიგში მოგესალმებით, რო ვისაუბროთ დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობაზე და ასევე მეტოქე გუნდზე ესპანეთის ნაკრებზე. კი ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში. ეს არის ყოველწლიური გათამაშება, რასაც თამაშობს რაგბი ევროპის ჩემპიონატი, თუმცა ფორმატის შეცვლის მერე ორი ქვეჯგუფად არის დაყოფილი ეს ჩემპიონატი, მონაწილე გუნდები და ამ შემთხვევაში ჩვენ ყავს ესპანეთი. სწორად აღნიშნეთ ის, რომ ეს თამაში გაარკვევს ვინ გავა პირველ ადგილზე ქვეჯგუფში და რის შედეგადაც გაირკვევა მასპინძელი ვინ იქნება ნახევარფინალში. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ სახლში ვიყოთ მასპინძელი, ასევე აუცილებლად გვინდა რომ გავიმარჯვოთ. ესპანეთის ნაკრები არის საკმაოდ კარგი გუნდი.
ყოველ წელს აბსოლუტურად უმატებს, პროგრესირებს, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ამ როგორც ამ ტურნირში მონაწილე გუნდისთვის, იმიტომ რომ კარგი მეტოქეები გვინდა რომ ბევრი გყავდეს. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი რაღაც საინტერესო ჩემპიონატი გამოვა, ეს ალბათ ნახევარფინალის და ფინალის ჩათვლით, ფინალები მოგეხსენებათ მადრიდში იმართება. ხო, ეს ერთგვარ მოტივაციას აძლევს ესპანეთს, რომ ნახევარფინალშიც ისე კომფორტულად იყოს, სახლში ითამაშოს და შემდეგ ფინალშიც გავიდეთ. თუმცა, ჩვენი გეგმა, ჩვენი ამბიცია მინიმუმი ყოველთვის არის გამარჯვება. დღევანდელი შეხვედრის დასასწრები ბილეთები გაყიდულია, როგორც ვიცით, როგორ შეხვედრას ელოდებით, მით უმეტეს ქართველი გულშემატკივრის თვალწინ. კი, ყველა ბილეთი გაყიდულია, სავსე არის სტადიონი. ყოველთვის აბსოლუტურად ესპანეთის არის ტექნიკური სწრაფი გუნდი და რა თქმა უნდა დღესაც სანახაობრივ და ბევრი ლელოიან თამაშს ველოდებით. ძალიან დიდი მადლობა. გეტყვით, რომ დღევანდელი შეხვედრა საქართველოსა და ესპანეთს შორის ტელეკომპანია იმედის ეთერში გაიმართება. როგორც უკვე აღნიშნეთ, ყველა ბილეთი გაყიდულია, მათშია დასასწრები, ასე რომ ქართველ გულშემატკივარს შეუძლიათ სწორედ ჩვენი ეთერის საშუალებით იხილოს ეს შეხვედრა, რომელიც 15 საათზე აიღებს სტარტს. დიდი მადლობა სოფო. ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება თამაში, განწყობა ამაღლებულია. უნდა მოვიგოთ, სხვა შანსი არ არის. მე კიდევ ერთხელ ვეთქვი ჩვენს მაყურებელს, ბილეთები მართლაც აღარ არის და არ მოშორდეთ ტელევიზორს და არ გადართოთ სხვა არხზე. იმედზე ზუსტად 3 საათზე დაიწყება ძალიან დიდი თამაში. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. წარმატებები. შემატკივრობთ. ხომ აგობთ.